საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. კაი, შემდეგი რა გქონდა? შემდეგი გქონდა მოკუმენტარი იმაზე რა ქვია. გააკეთე შესავალი და მე მოგიყვები პრემიის. კაი, ესე იგი, იგივე დღე არის. ეს ხوار გამოიცვალო. ლამაზი იყავი მაგ იმაში. ანუ, იგივე დღე არის, უბრალოდ ხოთზე ვარ. ხო. და მე არ გვეცლება, ამიტომ დავაგროვებთ იმას, რა ქვია, ეპიზოდებს. საბა ისევ ლამაზია. მოგესალმებით ყველას, ისევ ჩვეულებრივად უკვე ნავარჯიშებია და აღარ მეუბნება, რომ სხვა დღეს რა ძონძი ვარ. უხდება კუბოკრული პერანგი და დააფიქსირეთ ძალიან გთხოვთ. დაალაიქეთ ეს ვიდეო და აუდიოც და არ ვიცი რას ალაიქებთ ხოლმე, თქვენი ვერაფერი ვერ გავიგე რას უსმენთ და სად. მაგრამ დაალაიქეთ რაც ლაიქდება, რომ საბას კუბოკრული პერანგი შეაფასოთ. იქ ნახე, იმიტომ რომ მე არა, პირიქით. ანუ მე აუდიოზე რო ვარ კონცენტრირებული, თქვა არ ვახსენე საბას რაც ვია თქო და პირიქით უნდა მეთქვა. მაგრამ ეგ არის რა ტვინს მირევენ რა, იმიტომ რომ ვიდეოს რო ვუყურებ ვის არის და ამ დროს აუდიო არის ჩემს თავში. არ ვიცი, მოკლედ. ეს ამოჭერი ეს გელა. ხო და იგივე დღე არის და ბევრი იდეები დაგვიგროვდა. ერთი უკვე განვიხილეთ წინა ეპიზოდში. გთხოვთ მოусმინოთ და თუ არ მოგისმენიათ და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და მადლობა იდეების მოწოდებისთვის საბას, რომელიც კრეატივის უშრეტი წყაროა და აქვს შემდეგი რატო გეცინება. და აქვს კიდევ ერთი იმპროვიზაციის იდეა. მიდი საბა. მოკლედ, ესე იგი, ნაინო როგორც კოლეგა ფანი მოკუმენტარებისა, შენც გეცოდინება, ეგრო ძალიან გვიყვარს მოკუმენტარ ჟანრი, მოკლედ მე და ნაინოს და ჩემი, ესე იგი, კრეატივის ერთ-ერთი მოთხოვნილება, რაც ძალიან დიდი ხანია მაქვს, არის ის, რომ ძალიან მინდა რომ ოდესმე, ვიცი, ალბათ ეს არასოდეს არ მოხდება, იმიტომ რომ ირაკლი რუხაძემ წინა ეპიზოდი რო ნახა ჯერ კიდე არ დაგვა ფული არ ჩაურცდა. 15 წუთიანი ინტერვალით. ვიწერთ ამ ეპიზოდებს მაინც ჩემი აზრით დაგვიანებულია. ხო და ეგეთი ცირკირა. ხო. ეგეთი ის გვაქვს, რა ქვია, მოკლედ სატირული იუმორისტული მოკუმენტარი სერიალის იდეა, რომელშიც ყველაფერი არის, რაც საქართველოში ხდება ერთად. ხო და მოკლედ ესეთი პრემისი არის, რომელიც ამოვიწერე, იმიტომ რომ იმდენი ხნის წინ ვილაპარაკეთ, რომ მოდი ამაზე გავაკეთოთ improv, ის თქო, რა ქვია, ეპიზოდი, თქო, რომ დამავიწყდა და უნდა ავსკროლე და ამოვაკოპირე ეს რა ქვია, პრემისი, რაც ხდება ამაში და შენც გაგახსენე. მეც აღარ მახსოვს ხო? ხო და ეს ყველაფერი იყო იმაზე, რომ ეს უნივერსიტეტები რო იხურებოდა და ეხაც იხურება რაღაცებს ხურავენ, მე მგონი იმისი STU-ს და TSU-ს შეერთება, მე მგონი გადაიფიქრის, მაგრამ რაღაცა ფაკულტეტებს აუქმებენ და ილიაუნის რაღაცა ძალიან გამოშიგვნას უკეთებენ, მოკლედ და მთელი ამბები ხდება ეგეთი ისენი. ხო და მოკლედ ეგეთი ისა. ხო და დაასანქციეს ამასობაში იმედი და პოზიტივი და ამ ყველაფერი ხდება ამ იმაში. და არის ეგეთი ამბავი. ყველა უნივერსიტეტის დახურის შემდეგ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტი ჩადის რეგიონში, რომ გადაიღოს სიუჟეტი MMA აკადემიაზე, გლადიატორთა სამჭედლო. და ამ დროს დააწევენ ამბავს, რომ მისი ტელევიზია დაასანქციეს და რჩება უფულოდ და უყველაფროდ. და იწყებს ამ აკადემიაში სოცმედიის შექმნას და ციფრული ტელევიზიის შეფად მუშაობას და ესე იგი ამ მოკუმენტარის მთავარი თემა ხო ის არის, ზოგ მოკუმენტარის იგნორირებული აქვს ეგ თემა რა. მაგალითად Modern Families მე მგონი არ გვეუბნება მაგას, ეს კამერა კრუ რატო არის იქა, მაგრამ აი Office-ში ახსნილია რომ ეს არის PBS-ი
საზოგადოებრივი მაუწყებელი ამერიკის და ისინი იღებენ ამათ ცხოვრებას, ოფისის ცხოვრებას. და აქ ეს რო ყოფილიყო ახსნილი რომ რატო ხედავთ ამას დოკუმენტურ ფილმის ჟანრში ამ ყველაფერს არის ის რომ ეს ტიპი არის სოცმედია რა და იდეაში YouTube არხზე არის ვითომ ამ MMA აკადემიის ეს ყველაფერი ხო და მოკლედ ეს ტიპი ესე იგი ვიღაცა წარმატებული ან ისეთი ქართველი MMA ფაიტერი რომელსაც თავში რაღაც ჩაარწყეს და ვეღარ ჩხუბობს გახსნის ერთ-ერთ რეგიონში უნივერსიტეტს ხო სადაც ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი არ მოქმედებს რა იმიტომ რომ ეს MMA აკადემია არის მოჩხუბ გლადიატორთა სამჭედლო არის ანუ უმაღლეს განათლებაზე ის არ აქვს თან ჭიდაობე და თან კალკულუსს მეორე ფაკულტეტები არის ამიტომ რაღაცეები კი მქონა მაგრამ დამავიწყდა ყველაფერი რა ხო და მაგაზე შეგვიძლია რომ იმას ავქნათ რა ქვია ერთი ვარიანტი ეგ იყო რომ ეს როგორი სერიალი გამოვიდოდა ამ პრემისიდან გამომდინარე რომ ესე იგი ეს ტიპი ჩავიდა იწყებს მუშაობას და პირველ ეპიზოდში უნდა გავიცნოთ ეს აკადემია თავისი ფაკულტეტით და თავისი სტუდენტებიანად რა ხო და აი ეგ ამბავი მოკლედ რაღაცნაირად გონია რომ ეს არის რა ქვია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დაცინო არის ეს სერიალი. არ ვიცი კორექტულად როგორ თქვა. Why? თავი ჩაარტყესო და უნივერსიტეტი გახსნაო და ეგრევე წარმოვიდგინე რომ he's not well. Oh. No. Last result. And who is მაგრამ თან ამიტომ არ თან ეგეთი იყო იყო რომ რომელიღაც მოიცადე კანდელა კი იყო მე მგონი და ყველგან ეგრე არის მე მგონი რა ანუ ვიღაცა რომ ბოქსის რო ის რო გახდა რა ქვია კრივში რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი მის სოფელში ყველამ დაიწყო კრივზე სიარული რა ხო და ვიღაცა ამბობდა მე მან დრო ვარიანიდან არის ეს ბიჭი რა წარმოშობით რა და იაკობ გაგებაშვილს კი არ მიბაძესო რომელიც მაგასოფლიდან არის ამას მიბაძეს ხო და ნახე მე ხა ესეთი twist-ი მივეცი ამ კონცეფტს რომ რადგან უნივერსიტეტები დაიხურა ეს ალტერნატიული სწავლების მოდელზე გადადიან სადაც ანუ ჩხუბში სწავლობენ თან მაგრამ მაშინ ის უნდა იყოს რომ პირიქით რომ ილია უნიმ თავი რო არიდოს ამ იმას რა ქვია კრეატიული ხერხით შენარჩუნება გადაწყვეტა ამ ფაკულტეტებში ან ეს აკაცუკა რექტორი ვინც ყავს ეხა ილია უნის ეს მოაწრეს მაკედან მეორე ვარიანტი ეგ არის და მაგისმაგრივად დანიშნეს ყოფილი MMA ფაითერი და მისი დეკანი არის ლევან ღამბაშიძე კი არა და ლევან ღამბაშიძეს რას ვერჩი კაცო ის რო არის რა ქვია ძიუდოისტებს და ფილოსოფიის ის ჩაუტარა რა ქვია იმ ტიპს ხო არ ვიცი ისა გამხდარი ტიპი როა ჭაღარა რაღაცა ლევანი ხო მაის სავსო რაღაცა ხო ნუ ეგ რა ძიუდოისტების საყვარელი ისა რა ქვია კონფუციის ქართველი ხო და მოკლედ მე ესეთი კონცეფტი მეგონა არ ვიცი ამას უფრო მეტი აზრი აქვს როცა შეზღუდვების თავის ასოცირებლად ალტერნატიულ ხერხს მანდ უფრო ხედავდი მაგრამ შენი კონცეფტიც მომწონს მაგრამ თან იცი რა იდეა მომწონს რომ თან რო ჭიდაობენ ესენი რაღაცნაირი ის რო იყოს სხვა მაგალითად ფილოლოგიური კარატე. იცი რა ხო ეგ მოიცადე აი ეგ ფილოლოგიური კარატე და ეგენი შეიძლება იმას ავქნათ გავაერთიანოთ ამ ყველაფერში მაგრამ შენი კონცეფტიც კარგად მუშაობს რომ ეს ჩამორთმევა რაღაც ფაკულტეტების რო აიცილოს თავიდან რომელიღაცა ეგეთი უნივერსიტეტი უას იხმარს ერთ-ერთი რექტორი და მაგალითად ფიზიკის ფაკულტეტს და ძიუდოს შეუთავსებს და ეს სტუდენტები სხედან მაგალითად და უყურებენ ბეჭებზე გადმოღებას და დადების
რაღაც ამპლიტუდა უნდა გაზომონ და რაღაცა ეგეთი თემები შეიძლება იყოს რა და დააწყვილებენ ნახე იმის რა ქვია სპორტის განხოცება ამ იმებს რა ქვია მოკლედ ყველა ძალოსანი სპორტის წარმომადგენელი ხო ეს არის რა ქვია კოცია იმიტომ რომ ყველაფერი იმაზეა სახელმწიფო ბიუჯეტზე არის მიმული და შესაბამისად ავტომატურად უმეტესობა სამწუხაროდ და რაღაც სამი კაცია მგონი ვინც ეგეთი არ არის ამიტომ ამათ იმისთვის ესეთი პროგრამა რო ანუ ის თუ ქოცაი იყო ეს განქოცაი ოკეი ხო პროგრამა რო იყოს და ხო ეგ სადღაც ფიზიკის ვიღაც ისა დოცენტი და სპორტის უნივერსიტეტი შეაერთეს და ხო და ისა გადარჩენისთვის იბრძვის ორივე ხო იმიტომ რომ იქ ნერდები არიან რომლებიც სპორტულები არ არიან და აქ სპორტულები არიან რომლებიც ის არის თავში ჩარტყოლი აქვთ და მაშინ მან ეგ კარგი ის არის განხოცების და ისა რა ქვია სპორტის განხოცების ამბავში კოჰაბიტაციის იმას რექტორის მთავარი ჩანაფიქრი უნდა იყოს რომ ესენი ბოლოს ყველანი გააჭკვიანოს ესენი ვინც არიან სპორტსმენები ესენი გაატვინიკოსოს და ვინც ნერდები არიან ისინი ჯანზე მოიყვანოს და აშენებს თავის არმიას რომელე დაამხოს კოცებიანად კი არის მაშინ თავარი მისია ამ არმიას ასევე ცდილობენ რომ იმან რა ქვია კოცებმა მიითვისონ რომ deep state-ი დაამარცხონ. იმიტომ რომ ხვდებიან რომ უკვე ინტელექტუალური ძალა ვეღარ უკაჩავთ. მაშინ კაკრას მაშინ მანდ უნდა იყოს აი დეკანი ან ვიღაცა ამ შეერთების დროს დეკანი კი არა და კანცლერი ან ვიღაცა ეგეთი რა რექტორის იმათ შორის რო ის იყოს. ხო, რომელიც თან კოცების აგენტი არის და რაღაცა რეპორტინგს აკვირდება რომ ვინ რას აკეთებს რაღაცა და ეს რომ მიუხვდებიან რომ სინამდვილეში არმიაზე მუშაობენ მეორე სეზონიდან შეგვიძლია უკვე რომ გადავიდეთ იმაზე რომ კოცები ცდილობენ ამ არმიის გადმობირებას თავის ნერდებიან სპორტსმენებიანად რა რაღაცა ეგეთი ცოტა იცი რას გავს ხო მიდი თქვენ მერე იქნება ის რომ ოლიმპიადაზე მიდიან და ლაშა ბექაურს გონია რომ მიდიან ეს რა ქვია სპორტულ ოლიმპიადაზე და მათემატიკის ოლიმპიადაზე და მოიგებენ აუ მომწონს ხო და რას გავს ცოტა იცი რაღაცნაირად vice principals ნანახი გაქვს ადრე გიყვებოდი მე მგონი დენი მაკბრაიდის სერიალზე ხო და იქ არის მოკლედ ორი ისინი არიან ორი სასწავლო ნაწილია რომელიც იბრძვის დირექტორობისთვის და ერთმანეთს რაღაცებს თან მეგობრობენ მაგრამ თან უჩალიჩებენ და ზუსტად აი მაგ ვაიპ მოკუმენტარი არ არის მაგრამ შეგვიძლია რომ ეგ მოკუმენტარი ვაქციოთ და ეგ ის დამიტოვა რა და მომეწონა ეგ. კი, კაი, ის იქნება. ხო და რაები შეიძლება რომ დავაჯგუფოთ ახლა. ძიუდო და ფიზიკა კაია. ძიუდო და ფიზიკა, ანუ ზოგადად ფიზიკა იმასთან რა, ვაფშე ყველა ხელჩართულ ბრძოლებთან, რომ აი თქვათ მავაშიგერის ესე თუ მოუქნევ და იქ რომ ზუსტად მაგაში ის არის რომ ამ რაღაც იმეებს აჩვენებენ რა, კუთხი, მოქნევის კუთხეს და ძალას და რაღაც ფორმულებს ასწავლიან ამ მოჩხუბრებს რა. ხო, მაგრამ ნახე ესენი ამუღამებენ რაღაცეი. ეგ ყველაფერს ეხება, მაგრამ უნდა გავაფართოვოთ ახლა ყველა ძალოსანის არის. ამიტომ ძიუდოზე ჩემი აზრით ყველაზე მეტად ის არის. იმიტომ რომ ძიუდო ხო ისეთი ტაქტიკაა, სადაც უფრო იმანაც სუბუქმად შეიძლება რომ ძლიერი იმას ანუ მისი ძალის მის ძალას ხო მის წინააღმდეგ იყენებ. ხო. ამიტომ ფიზიკა კარგად აჯდება მაგას და რამე ისეთი აი მაგალითად ჭადრაკი და ინჟინერია რო შევაერთოთ ან რაღაც მანქანას მშენებლობა ან რაღაცა ეგეთი და იქ რო ასწავლოს თან ეს ხო არმია უნდა იყოს და მაგალითად მოჭადრაკეებს რო ასწავლონ როგორ გააკეთონ აიკი რომელიც რო დააჭერ გადაკეთება ნინძის ვარსკვლავად რომ მე ესენი ისროლო და რაღაცნაირად ესე მგონია რომ შენში ბავშვობამ გაიღვიძა საბა. ხო და მათემატიკა ან
ან რაღაც ისა რა ქვია ხელოვნური ინტელექტის პროგრამირება და ჭადრაკი ან რაღაცა ეგეთი რომ ამ იმეებისგან ლაზიერებისგან რობოტებს ააწყობენ და მე პატარა რობოტები დადიან და რომ დახოცონ ყველა გინდა ან მორჩად ჩაწერა თუ რა ეხლა კაი მოიცა ეხლა ცოტა იმაზე მეინსტრიმ იმაზე გადავიდეთ აი ფილოლოგია მაგალითად და კარატესთან იმიტომ შევაერთებდი რომ იაპონური სწავლები თუ რა ქვია მაგას რაღაც აღმოსავლური ისინი ენები თუ რაღაცა ფაკულტეტი ხო არის კარატე და აღმოსავლური ენების ისა აღმოსავლეთმცოდნეობა თუ რა ქვია თუ ეგ სხვა ხო აღმოსავლეთმცოდნეობა კი ხო აღმოსავლეთმცოდნეობა და კარატე კი ბატონო შეიძლება მაგრამ მან ეგეც ბუნებრივად არის მან თავარი ეგ უნდა იყოს რომ რაღაცა სიმბიოზის აკეთებენ ხო აი კარატე და თითქოს ამოვარდნი რამდენი კარატისტი აღმოსავლეთმცოდნე იცი რაი მაგიტო აბარებ კარატე მიყვარს მოდი უნივერსიტეტში ჩავაბარებ არა ხო და მოიფიქრე კონტროვერსიული ხა yes and გამიკეთე მაშინ იყოს ისა რომ მაგალითად ფილოლოგია და ფეხბურთი შეიძლება რომ იქ სუდია პიდარასტიკი აღარ თქვან მაგალითად თქვან რომ საჯი გეი ან რაღაცა გადასარევი არის კი სლენგის ისა კი მომწონს ეგ აი ეგეთი ვარიანტი ხო რაგბი ჭრაკერვა დიზაინი რაგბი და დიზაინის ფაკულტეტი რაგბი და დიზაინერები ხო აი მან მაშინ ხო why not ოღონდ ხევნა მოვიფიქროთ რა იმას ბორჯღალის სხვანაირი ის უნდა იყოს არ ვიცი იცი რატო ანუ ნახე იმისთვის რომ ყველანაირ სხეულზე მუშაობა შეგეძლოს და მხოლოდ რაგბისტებთან დააჯგუფეს რომ გაივარჯიშოს size და თან გამძლე ის რო იყოს იმიტომ რომ შერკინებაში რო შედის სოროჩი რომ არ გაეხის კი და ელიდან XL-ზე რო გადავედი შემეძლოს რა თავისუფლად და არ მიჭერდეს ეს ფრებში ეს ჩემი პირადი პრობლემა არის აი თან მორაგბებზე გამახსენდა კიდე რა ვიცი რა სპორტები გვაქვს ფიგურული ცურვა ფიგურული ცურვის ფაკულტეტი დაამატონ უნდა ჩემი აზრით რომ ის კაცი შერცხვენილი არ დარჩეს ფიგურული ცურვა ანუ სინქრონული ცურვის ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ და მან იყოს და ზოგადად ცურვა წყალბურთი და წყალთან დაკავშირებული რაღაცეები და ეგენი შევაერთოთ ბიოლოგებთან რომ ლაყუჩები გადაუნერგონ ან ფილტრები გაუგზარდონ ან რაღაცა ეგეთ პონჩი მაგაზე მუშაობენ გენეტიკურად უნდა შეცვალონ ესენი რომ ვარიდან შეუტიონ კოცებს ამათმა რა იმაში რა ქვია იქ რო ბოტანიკურში რო ის ჩამოდის ჩანჩქერი კი და მან ერთ-ერთი გეგმა ის არის რომ ერთ-ერთი სავარჯიშო მან შეიძლება იყოს ის რომ რაღაც ზვიგენთან ჭიდაობა იმაში რა ქვია აუზში რომ რამე რო იყოს და იქ რო მიულენ დასამხობად და იქ ჩავარდეს პრობლემა პარაგრაფში რო იმა ჭიდაონ იმებს მანდაც ხო არის მე მგონი ზვიგენები არ ვიცი არ ვანამყოფე კაი კიდე რაები არის ისეთი რაც კარგად წავა ერთმანეთთან კიდე არ ვიცი ბადმინტონი ისე რბოლა გვაქვს მან საქართველოში ისე რბოლა გვაქვს და სხვათა შორის მე მგონი მეორე ადგილი არის მსოფლიოში თუ რაღაც პრიზიორი არის იცი ვინ ირინა ონაშვილი მის საქართველოს რო იყო რამდენიმე წლის წინ მაშინ გენდერ სტადის და რბოლა რო შეაერთონ ერთმანეთთან good კი გაიქნება ეგ საინტერესოა და ოღონდ მან თავარი თემა ის არის რომ ქალებმა ტარება ისეთ იციან უბრალოდ ეხა ცდილობენ რომ აი ეს რაღაცა იდიოტური ის რო არის ხო იცი ქუსლიან იმას რო ხო კი და თოიმეს რო კეთებენ ვიც აქვს ან წამწამებს
მან კარატე შეგვიძლია ან კიკბოქსინგი შეუერთოთ მაგას რომ რომელიღაცა კაცი თუ რაღაცა ყლეობას ეტყვის ამ ქალმძღოლს გადმოუვარდნენ და გაიგდონ. მაგრამ არა ის არის მან აი მოგალე თუ არაქოცურია ჩვეულებრივ gender studies შევუერთებთ და სტერეოტიპების დამსხვრევაზე მშვენ ანუ კარგად მიმასიზამს რა მაგრამ თუ ქოცური არის ქალია და კაციას უნდა მივაწვეთ განქოცება მომწონს იმიტომ რომ ეგ კარგი ის არის იმიტომ რომ მან შეიძლება ეგ გაგჭირდება ეგ პროგრამა თელი სასპენსიც ეგ იყოს რომ ქოცები ვინც არიან ამ იმაში რა ქვია აკადემიაში რა ისინი რაღაცა გონება ეხსნებათ ნელ-ნელა გესმის და რაღაცებს ხვდებიან და ის ის არის შინაგარი კონფლიქტი და ისა აკაცუკებს ემპათია უჩნდებათ ან რაღაცა ეგეთი არ ვიცი იმიტომ ეხა თად ეხა ისინი აკაცუკები მთლად ჯიმი და პემი უგვეყოლებიან ამათაც გქონდეთ რაღაცა ისა რა ქვია ნაკალი კი ანუ არ ვიცი რა ნაკლი შეიძლება ვთქვათ მაგრამ იყოს ერთმანეთ ხო არა საჭიროა ერთია იმიტომ რომ ისინი ლიბერალიზმის საუკეთესო ტრადიციებში ლიბერალების პატარა ჯგუფი მე ერთმანეთს დაერევა ხოლმე სხვას რო ვერაფერს ვეღარ შვება ამიტომ კი სწორი სავარჯიშოა მათთვის ხო და რაღაცა სპორტი გამახსენდა ეხა ბადროს სპორტსნა არ ვიცი რაღაც არა ბირთვის სპორტსნა ან რაღაც კალათბურთი არა ბადროც არის ბადრო ის არის ხო ხო რა ქვია ფრისბი glorified frisbee აბა ბადრო რატოს მე მეგონა რამე ბადროს ძალიან და ქივაწყობილი იქნება გვაპატიეთ ჩვენ უვიცთა და უგნურთ არ გვაქვს ამ უნივერსიტეტში ჯერ ჩავარებული ხო და მოიცა ის ბურთი თუ რა თქვი ბირთვი ხო და ბირთვი რაზე ახსენე გამესთან არ ვიცი აი რაღაცა კატაპულტებად რო გამოიყენონ ეგენი კალათბურთიც არის კაი ვარიანტი კალათბურთი და კალათბურთი და აი მან შეიძლება მაშინ რაღაც დრონების ის რო იყოს რა რომ ეს ესე იგი ისვის ზაზაფაჩულია და მე იქიდან ნერდმა ჯოისტიკით უნდა აკონტროლოს ეს ისა რა ქვია ბურთი და კალათში ჩააგდოს რა ანუ ამით დრონის კონტროლს მაგ კოორდინაციით ასწავლიან რა რომ ეს ეგ მაგას უნივერსიტეტი უნდა ნუ იბონებ ხა მაგას უნივერსიტეტი რა თუნდა რაღაც ტექნიკუმს კი არ ვაკეთებ და ღამის სკოლას გენაცვალე აქ დიპლომიანი ხალხი იქნება არა აღარა მაქვს მე მგონი ამოიწურა ჩვენი კრეატივი რამე უკეთეს ვერსიები თუ ისინი არ გამახსენდა და ის ხო რაც მოვიფიქრეთ ახლა ეგრევე აკრედიტაციას მიიღეს იცი არის სერია ვარ გამოა მოკლე მეტრაჟიან ფილმად შეგვიძლია გადავიხოთ ანუ არა ყველაზე ისინი ყველაზე სწრაფი მსოფლიოში რამე სპინოფი ქართული ანის ფეოლას ისა რემეიკი არა თოჯინები იცინიან სკოლის მერხიდან იმაში რო არის ხო იცი წარმოებაში ეგრევე რაღაცა იცი და იყოს რა სკოლის მერხიდან განკოცებაში ან რაღაცა იგი ხო და მე მგონი ორი ის გვაქვს კონტენტი არის ხო დაფინანსება გვჭირდება ორი კამერა არის ჩვენ ეხა ძნელი არის სერიალის წერა ორი ადამიანისთვის რა მით უმეტეს ამხელა იმას რომ შეეხიდები და ბატონი ირაკლი რუხაძე რომ დაგვაფინანსებს მე კარგ კომიკოსებს დავიმატებთ writers room-ში და ბევრ კარგ ამიტომ კომენტარებში დაფიქსირდით დაწერა თქვენს და მე შეგეხმიანებთ აუცილებლად ბატონი ირაკლი შეგვეხმიანება ჩვენ შეგეხმიანებთ თან მან ისენი უნდა იყოს რომ მარტო ფაკულტეტებზე ხო არ არის მან პერსონაჟებზე უნდა გაკეთდეს რაღაცა აქცენტი იქ რაღაცა თავისი ის კონდეს ყველას დაპირისპირება რაღაცა გამოყალიბდება ჰიტი დრაივოლი რატო არ გაგვახსენდა რამე ეგეთი სტორილაინიც გვინდა ვიღაცა ფარული გეი კოცი რომელიც არის
ან სერიოზული და აკაცუკი რო შეუყვარდება. და აკაცუკი რომელიც openly gay არის ალბათ და ერთ შეუყვარდებათ იმიტომ რომ აკაცუკები ხო ზოგადად გეები არიან სუყვები და ამიტომ აუცილებლად ეგ ის უნდა მოაქცევს თავში. ხო და გადასდებს ხო გადასდებს და მაგითი წაბილწავს იმითი და მე აი ბოლოს ეგ შეიძლება იყოს ხო და ჰოკეის მაგივრად ჩვენთან იყოს ან ფეხბურთი ძალიან წმინდა ამიტომ ეს არის რა ქვია არ გვინდა თლათ ესე გოლი არ ვატკინოთ ჯერ არა ხართ მზად you're too fragile ბერძნულ რომაული ჭიდაობა რო იყოს ანუ ძალიან გეი ელასტიკები ხო და იცი რა არის მაგაზე სუხო არის საუბარი რომ ანუ it's not right აი რაღაცას აი რაღაცა ხდება ოღონდ არ ვიცი ანუ მე არ მკითხავ თან ერთი წუთი მან ეხლა ჩვენ ხო კონტექსტს გავითვალისწინოთ ანუ არ ვიცი შეიძლება ვიკიპედიაზე წავიკითხავ მე ძალაც არ ჩავეძიები ეხლა და ამიტომ მარტო ვიკიპედიაზე წავიკითხავ შეიძლება რამე ფესვები არის მან იმიტომ რომ ბერძნული და რომაული კულტურა ძალიან ჰომოეროტიკული იყო და არ არის გამორიცხული საერთოდ და თან რამდენადაც მახსოვს ოლიმპიადაზე შიშულები გამოდიოდნენ თავის დროზე ხო სად იყო ელასტიკი ხო შემოეტყვა ანუ ვიღაცა შემოეტყვრებოდა ხამდენ პატურში შეიძლება არც უნდოდა გაიგე მაგრამ მოხდა მოსახდენი მოხდა ხო და რა ეკნა ახლა თან აი მაშინ რაღაცა რა ქვია მაგას chokehold-ში ვერც თავისუფლ ანუ it's რა არის some boundaries were pushed ალბათ ბევრი არას ანუ რაღაცა უფლებები დაირღვა ბევრი ადამიანის მაგრამ ეგეთ დრო იყო რა ხო და მაშინ აი კაკრაზე ეგ არის კარგად ჯდება რა ეს გეი აკაცუკი მოიხიბლება აი ამ სანახაობით რასაც ხედავს ამ ვარჯიშზე და ჩაეწერება ამ ფაკულტეტზე მართალი ხარ თავიდან თვითონ უბრალოდ იმაშვება რა ვითომ ის არის აქვე უნდა რომ ბლენდინი გააკეთოს მაგრამ მე იმისგან წამოვა რაღაცა ვაიბები და მანდ შეიძლება რაღაცა თემები იმასქნათ იცი რა არის აი მე უკვე ფიზიკურში რომ გადადის და ფერომონებიც რო ერთვება მე უკვე კონტროლს დაკარგავ რა აი უყურე ნახე აქ რა კარგი ის არის პრინციპი არის რომ ჩვენ ისინი ფაკულტეტები კი გამოვიგონეთ მაგრამ რეალურად როცა უკვე ორ პერსონაჟზე დავაფუძნეთ სტორილაინი თვითონ მოგცა ფაკულტეტიც და მიზნებიც და ყველაფერიც და ამიტომ ამიტომ გჭირდება მეტი კრეატიული ადამიანი ბატონო ირაკლი ბატონო ირაკლი ანუ ის 1000 ლარი რაც იმედში გადაგა სადღაც ხონდა დააბანდოთ ბატონო ირაკლი მოწონს მე მგონი რომ ორი იდეა გვაქვს ამაზე შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი გრძელი მაგრამ ორი ეპიზოდი და შემოგთავაზეთ თქვენი იდეები ასევე ისე პრინციპში რამე სტორილაინების თუ გაქვთ ეგეც გაგვიზიარეთ და შეგვიძლია რომ განავითაროთ მე მგონი უკვე მივედით მაგ იმამდე ეტაპამდე უკვე ბევრი კონტენტი ვაგენერირეთ და მე ჩვენ ან მივხედავთ მე ჩვენ მივხედავთ რა აუცილებლად რაღაცა ისეთი იქნება არ ვიცი როგორი მაგრამ ხო ხვდებით რა ვოუკიზმი იქნება აუცილებლად შავ იმას დავქასთავთ შავკანიანს იმას ქალის როლს კაცის როლს ქალად შევცვლით და მოკლედ ყველანაირად ან ნერვს მოგლიშით ან გასიამოვნებთ whatever you choose მაგრამ ეგ არის კრეატივი სხვა რა thought provoking დიახ და snowflake-ები თუ არ ხართ არ ტვენი არ მოთხნათ გმადლობთ რომ გვისმენთ დღეს ბევრი ვიგინე არ ვიცი დედა ჩემი რო უსმენდა სიტყოდა რომ ბევრი ვიგინე მე მგონი დედა ჩემი უსმენს ხოლმე ხანდახან და არ აუშავს აუ დედა შენთან ფილოლოგია თავარია გრამატიკულად არ შემეშალოს სხვა მხრივ ნო ანუ ბოდიშს მოხდა არ შემილია დედა ჩემს მეჭყვება მაგრამ
YouTube-ის წესებში წერია რომ ცოტა გინება შეიძლება ძალიან ხო, თან ისეთი არაფერი. თან ქართულად მაინც ვერ იგებს. თან არის იცი რომ ესე სამთოში ერთხელ გაახსენდება ხოლმე და მაინც ეს და მე მეუბნები რომ დედა ეს კიდია. მე თავს ბანებებს. ამიტომ პერიოდულად გვაქვს ხოლმე ეს. მე მგონი რაღაცნაირად მაინც როგორც მშობელი თავს აბალდებულად გზობს რომ შემახსენოს მაინც რა ყოველ ჯერზე რომ არ დავიწყებია რომ უნდა რომ ამას მივაქციო ყურადღება, მაგრამ გვიანი არის. ძალიან გვიანია. ხო, მადლობა რომ გვისმენთ. გაგვიზიარეთ მოკლედ კომენტარები, ვოისები, ყველაფერი. თან დიდი ხანია არ ჩაგვიწერია, თქვენ არ დიდი ხანია თქვენგანაც არ მოგვისმენია. და გამოგვეხმაურეთ, მოგვენათ ხალხის ყურადღება. brainstorming-ში. კრეატიულ ხალხის წინა ეპიზოდში ხალხის გაქოცებაში და ამ ეპიზოდში ხალხის განკოცებაში. კრეატიულ ორგიაში if I say so ყველა ენა დამავიწყდა. არაფერი არ შემჩნიათ. გრძელი დღე იყო. ხო და საბა ჩამოვა ევროპაში და შეიძლება ფილოლოგიურ კარატეზეც აქვს. და მაგ ხო განკოცებულ არ მიეჭობდები. ათეულის თუ 20 რა ქვია? რაღაცის მეთაური. 100 მეთაური ხო. მიდი საბა. სამშობლო ბლოგელის. კაი, ძილინებისა თუ რაღაც, რა ვიცი რა დროავისთან რა არის, იმდენი ჩვენ მრავალკულტურული და მრავალ time zone-იანი მსმენელები ყავს 1000 ესენი გაქცეული, ერთად გაქცეული ხალხი. ხო და ისა, გილოცავთ ახალ წელს. Might as well, იმიტომ როდის დავამონტაჟებ ამ ეპიზოდს ღმერთმა უწყის. კაი, so თიშავ. გმადლობთ.